მოგესალმებით, ეს გადაცემა მოპარულია და მე მისი წამყვანი აკო ვარ. ეს მოპარულის მეორე ეპიზოდია და ჩვენ კიდევ არ დავხურულ ვართ. ხო არ გადაო მართლა? სპასარი ყავთ? კი, ყავს. ბედნიერები, ხართ ეს кайფობთ, ხო? ხუთი კაცი დადექით და თემპონში იმაშევით რა? ტალი საითა. იგით არის. იგრები ხარ ძმაო თქვენს. ჩვენ ვიმყოფებით ფულ კლუბში, წულუკიდის 33 ნომერში. სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და ბევრი აქტივობით გაერთოთ. აქ დაგხვდებათ ბილიარდი, პლეისტეიშენი, საჭე და სხვათა შორის ბოლქვას ბარიც იქნება, სადაც გემრიელი სასმელების დაგემოვნება შეგიძლიათ. მობრძანდით და გაერთეთ. სანამ საქმეზე გადავალთ, ერთი თხოვნა გვექნება, ჩვენ რო თქვენ ვიდეოები გამოგიგზავნოთ, რომელი ვიდეოებიც ჩვენს გადაცემაში მოხვდება. მოდი ვნახოთ პირველი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია კარგი მიმწოლი ადამიანი. მოდი მოვაწე, რაცინდა, რა ხდება? ვერ დახოქავ, ნიკაო, ვერ დახოქავ, ვერა ძმაო, დაზიანებულია. რასაც შევიცი, ვერ დავხოქავ. მიდი რა, წინიდა, რა? ვერ გავაღებ. რას ვერ გავაგოეთ, აგერ დავაყენე. ვარული. ო ბიჭო, აი ამხელა ხარ და კიდე სვა ყურ ხარ. გიო, მოდი რა. მაგრამ მოდი წინიდან მოაწე. ვერ მივაწვევი ძმა. მოდი ბიჭო, რას ვერ მივაწვევი ამხელა. მოაწე. წინ, მაი ეკე ვაკიდან. მოდი. მოდი ვნახოთ ნოე კიდობანის შენების პროცესში. ანტილოპა 2, ანტილოპა გნო 2. ნოემი. ამდენ ცხოვრს ვერ დავატევ. რას ვერ დავატებ, ამხელა კიდობანია. ვეფხი 2. ფარშევანკიო, ეს ფარშევანკი რა თმინდა, იყოს ლამაზი არ. მოდი ვნახოთ შემდეგი. კარგი ბიჭო, კარგით ყველა გლიცნებთ ეს ხუთი ადამიანი წადი რაღაც ხელი გადო, არავინ არ გიწერთ. რას შემოსავალი ქვია, არაფერი, ვინ არ გიწერს ბიჭო? ვინ გიწერთ? ამოიღე ტელეფონი. მე არა ლაპარაკია. ლეგენდები. მიდი გამოიწერე. დააჭირე. აი ხო. და იქ ანგარიშის ნომერია და ჩარე. მაშინ ხალხსაც ვიძახო და მოიწერე. ჯიგარი ხალხია, საყურას გამოწერილი. გელოდებით ძმა. რა? წინიდა, რა? ვერ გავაღებ. რას ვერ გავაგოეთ, აგერ დავაყენე. და წავიდე. თოქსო გოგო უნდა მოვიტაცო ძმა. არა ძმა ვერ მოიტაცე. რას ვერ მოვიტაცებ ძმა? აუ შის გოგო. აი თუ არ მოვიტაცებ ნახავ ძმა. ხო გითხარი გეტყლავ მოკეთა მინებნა. ბიჭო მოვიტაცოთ მეთქი გითხარი მოვიტაცებ თქო და მოვიტაცეთ კიდეც. მე არ მოწია. და გაპოლებს. რას დამაბოლებს თუ ძმა ხარ? ნიკო ხო მოვკვდები. არა. მიშელი. წარმოიდგინეთ, რომ დავით მეფეს ამ პრინციპით ემოქმედა. დავით მეფეო, ურიცხვი ლაშქარი მოგვადგა. არ ჩახერგოთ გზა, მოგვერევიან. ვიდი ბიჭო, რას მოგვერევიან, ჩახერგეთ. უკან არავინ არ უნდა წავიდეს. მიდი რა, წინიდა, რა? ვერ გავაღებ. რას ვერ გავაგოეთ, აგერ დავაყენე. ბიჭო, არ ჩაგიზნოს, არ დაგავიწე უკემჩენეს დაცვა ხარ. მოკლავე. ეს მომკლავენ, აი. შემდეგი ვიდეო არის ხუჩე კვარაცხელიას კრიტიკაზე. მოდი ვნახოთ ვიდეო. მოდი ვთქვათ რა, ვიღაცა შეიძლება ეს ძალიან ეწყინოს, მაგრამ ხვიჩ არის ფეხბურთელი, როგორც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ფეხბურთელი, ესე ვთქვათ, ხო? ანუ ძალიან მინდა რომ ხვიჩასთან და ზურიკოსთან ერთად ბათუმის დინამო ჯგუფში შევიდეს, მაგრამ მე არა ვარ ილუზიების მიმდევარი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხვიჩა არის რაღაცა ფენომენალური ფეხბურთელი, რომელსაც მარტო შეუძლია საქართველოს ჩემპიონატი რაიმე ტურნირი მას შეუძლია გახდეს ასეთი ფეხბურთელი, მაგრამ აიაქს უთხრა უარი. ეს ნაპოლი იყო ტყუილი, ნაპოლის მე არ ვიცი ხვიჩას წარმომადგენლები ვინ არიან, ვისაც ნეაპოლიტანის ქუჩებში სახეზე ცნობენ რომ მედია მამაზე წეროს და გარდა იმისა რომ ნაპოლის პრესატაშე მესაბავი უარყო ქართული მედია მაინც ჯიუტად დგას და ლაპარაკობს ამაზე რომ გვაჩვენა. მოდი ვნახოთ ორი ისტორიკოსი რას ფიქრობს ამ საკითხზე. რა ჩემი ფეხების მეფე იყო, თავის მაკაცებს უბრაგუნებდა ჩვეულებრივად. ნახევარებსაც ვერ დაიპყრო. მას შეეძლო რომ გამختარი იყო მასეთი, მაგრამ თლიანი დოეც უთრა უარ. წარმოიდგინეთ ხუჩე კვარაცხელიაზე ასეთი კრიტიკა. რა ბამპი ბიჭო, კიდე რა რონალდინიო. ცანცარები რონალდინო აკენწლიდა ხოლმე რაღაცა, ეგ დინამოს რო შეხვედროდნენ, მაქსიმუმ 1-0 და გამოვარდებოდნენ ხოლმე. ბამპი არა, რონალდინო არა, ხვიჩა არა, რა ხვიჩა. მოდი ვნახოთ შემდეგი სკეჩი.
Rolls-Royce რო იძახიან, რო ის არისო, ხელით აწყობილია და ძვირიანი და დამყოფი ვარ ზმა ჩვეულებრივი ლადას ნავაროტკაზია და იმას Mercedes-ის რაღაცეები აქვს. რა Mercedes-ის რაღაცეები თითო ჭანჭიკი $8 რა $8 ზმა კბილი დღუნავდი მაგას ზმა. ბიჭო შეეძლოთ მაგ ხალხს რომ ეგეთი გავხდარიყვნენ, მაგრამ Renault-ს უთხრეს თავის დროზე უარი ბიჭო. Renault-ს უთხრეს უარი. შეხوار ხარ და მაგათო და Rolls-Royce-იო და აი გაში იხდის ეს სირები არის. წარმოიდგინე ლადა შეკრული ლადა და მე Rolls-Royce. ხვიჩ არის ფეხბურთელი, როგორც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ფეხბურთელი. ლებრონი მეფე რო დაირქვა მეფე არა სუფთასირი რა ის მეფე ბიჭო ბაგრატიონი მაინც ხო უნდა იყვან ერთ სასახლე ხო მაინც უნდა კონდეს რა მეფე არა ის კუნთებიაც არელა რა მეფე არა ის ფენომენალური ადამიანები მგონი ამ ქალისთვის ესენი იქნებოდნენ. გოგიტა გოგუა, ქეთა თოფურია, დიანა გურსკაია, მულმან ყრუ და ჰარი მაგუაიერიც შეიძლება რომ ყოფილიყო. მაიკ ჯორდანი ბიჭო არა იქ მაგარი იყო ჩემ მაიკ ჯორდანი მაგარი იყო ანუ ეგეც შეიძლება. არავარ ილუზიების მიმდევარი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხვიჩა არის რაღაცა ფენომენალური ფეხბურთელი, რომელსაც მარტო შეუძლია საქართველოს ჩემპიონატი რაიმე ტურნირი შეუძლია. ნახოთ მამუკა ჯუღელი რას იძახის ამ ადამიანზე. არ ვიცი ხვიჩას წარმომადგენლები ვინ არიან, ვისაც ნეაპოლიტანის ქუჩებში სახეზე ცნობენ, რომ მედია მამაზე წეროს და მოდი ვნახოთ შემდეგი ვიდეო. კარგი რა. საფის კი არა, ხო ისეთი სული დგას აი ფულის ბოსელში რო შეხვალ ხო იცი არიბანავეთ გზამ გიქნათ თუ რა ჯანდაბამ არ ვიცი მაგრამ ვაიმე კარგით რა ოღონდ მე სიტუაცია გოგოა გოგოებო სამი ხარ გოგოსეინ ვაიმე კარგი რა. კარგი რა. სოფლო ერთი წამი წამო რა მაგარი მანქაინთა ვარ თქვენ არიცით მე ვინ ვარ? მე თემურლენგი ვარ. 6 ჯერ შემოვესიე საქართველოს და ახლა მე შვიდეთ ქვაზე არ დავტოვებ, თლიან საქართველოს ავაოხარე. აი მე კარგი რა ხა კიდე წამოდი ბიჭი წამოდი რა არიბანავეთ გზამ გიქნათ თუ რა ჯანდაბამ არ ვიცი მაგრამ ვაიმე კარგით რა ახლა მაგ რაღაცები ვიყიდე ორიგინალი აი მე კარგი რა საკით ახლა კი ვნახოთ კინოფილმებში როგორ იქნებოდა ეს ხმა. ვაიმე კარგით რა This is Sparta! რა ვაიმე კარგით რა ვაიმე კარგით რა დასრულდა ჩვენი მეორე გადაცემა. იმედია მოგეწონათ, გამოგვიწერეთ, ძალიან დაგვეხმარებით და თქვენ ვიდეოებს ველოდებით, რომ ჩვენ შემდეგ გადაცემაში ჩავსვათ. კარგად გზადდებოდეთ და ველოდებით თქვენს გამოხმაურებას.